სიცრუის ფორმულა ჩვეულ ამპლუაშია. მორიგი დეზინფორმაციული კასკადი ამჯერად გადაცემა ნამდვილი ამბავის ეგიდით მოამზადეს. თუმცა მათ მიერ მოყოლილი ისტორიაში ნამდვილი მხოლოდ აბსურდული მტკიცებებით გაჯერებული პროპაგანდაა. სიცრუე და გამოგონილი ამბები დიდი ხანია რაც ოპოზიციური მედიის და მათ შორის ფორმულას სამარკო ნიშნად იქცა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება. იშენებს თუ არა ივანიშვილი ახალ საცხოვრებელ რეზიდენციას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენს მთავარ მიზანს ამჯერად ფორმულას კონკრეტული სიცრუის მხილება კი არ წარმოადგენს, არამედ ფაქტებით იმის ჩვენება რაოდენ უძლურია პროპაგანდისტული მედია ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის დაუსრულებელ მცდელობებში. წლებია, რაც ოპოზიციური პროპაგანდა ცდილობს იპოვოს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაში მცირედი ხელჩასაჭიდი მაინც, რითაც მის დისკრედიტაციას შეძლებენ, რაშიც უამრავ დროს, რესურსს და ძალისხმევას ხარჯავენ, თუმცა უშედეგოდ. და რადგან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვერც ერთი რეალური ფაქტი ვერ იპოვეს, მათი მოკავშირე გახდა სიცრუე, გამოგონილი ისტორიები და ფაქტების დამახინჯება. თუმცა ამგვარმა მანიპულაციებმა მათთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო, რადგან ამოსუსური მცდელობების წარუმატებლობას ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილისვე ცხოვრების სტილი, საქმიანობა და ბიოგრაფია განაპირობებს, რომლის დაჭრდილვა პროპაგანდას სურს, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია. ახლა კი ვნახოთ რა არის ოპოზიციური პროპაგანდის მთავარი ბრალდება. შენება. დიახ, წლებია, რაც ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური მედია შენების გამო აკრიტიკებს. კაცს, რომელმაც $3 მილიარდზე მეტი დახარჯა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, შენებას დანაშაულად უთვლიან. ახლაც სიცრუის ფორმულა ცდილობს შენება უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უცნობია, მართლაც დაკავშირებულია თუ არა ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფორმულას მიერ ნახსენებ შენებლობასთან, ფორმულას დაშვებასაც რომ გავყვეთ, ვნახავთ რამხელა მანიპულაციურ აბსურდთან გვაქვს საქმე. იშენებს თუ არა ივანიშვილი ახალ საცხოვრებელ რეზიდენციას, ბიზნეს ცენტრზე და თაბორზე უფრო მაღლა. სიცრუის ფორმულას სრულ ჟურნალისტი ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს მშენებლობა ხორციელდება სადღაც შორს, მთის მწვერვალზე, რიგითი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. არადა რეალურად საუბარია თბილისის შემოგარენში არსებულ სოფელ ტაბახმელაზე. არანამდვილი ამბების ავტორს შეეძლო ეს მარტივად ეთქვა, თუმცა ჩვეულებრივი მოვლენისთვის სკანდალურობის ელფერის შესაქმნელად ჰიპერბოლიზების ხერხს მიმართა. განვაგრძოთ. მორიგი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ივანიშვილის პირადი ეზო გახდება. შემდეგ კი მათ მიერვე შემოთავაზებულ კადრში ნაჩვენებ გარემოს დავაკვირდეთ. სად ჩანს აქ რაიმე სარეკრეაციო სივრცე? თავად ავტორიც აზუსტებს, ტყესთან ახლოს და ქალაქიდან შორს არსებულ ნაკვეთზეა საუბარი. ადგილი, სადაც ტყესთან ახლოს და ქალაქიდან შორს იქნება. კადრში ტრიალი მინდორი ჩანს და არანაირი სარეკრეაციო სივრცე. მოდით ახლა ვიკითხოთ, რომც დავუშვათ და აქ მართლაც ბიძინა ივანიშვილი აშენებდეს რაიმეს. რატომ არის ეს უარყოფითი მოვლენა? ტერიტორია კერძო საკუთრებაა და არა სახელმწიფო. მეორე, მართლაც რომ მისი იყოს, როგორც ირწმუნებიან, სიცრუის ფორმულაც კი ვერ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ტერიტორია ვინმე მაჩუქა ან უსასყიდლოდ მიიღო. მაშინ რაშია პრობლემა? შენებაში? თუმცა აქაც არ სრულდება ისტორია და ავტორი განაგრძობს. კალაძემ ნებართვა გასცა, კობახიძის დადგენილებით 5 კილომეტრის სიგრძის ასფალტო-ბეტონის გზა მოეწყო. აქ უნდა დავაკვირდეთ ერთ დეტალს. ერთია რას გვასმენინებს სიცრუის ფორმულა, ხოლო მეორე რას არ გვიკითხავს. დოკუმენტში ნათლად წერია, რომ მერიამ სოფელ ტაბახმელადან მარნეულის გზატკეცილამდე არსებული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება მშენებლობა უნდა განახორციელოს. ანუ ეს ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ტაბახმელას მარნეულის გზატკეცილამდე დააკავშირებს. გზას შეამცირებს და შესაბამისად დედაქალაქის ქუჩებსაც განტვირთავს. ფორმულა ამ ნაწილს გვერდს უვლის და წარმოაჩენს თითქოს გზის მშენებლობა ვითომ და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პროექტმა განაპირობა. მაგრამ ამ სიცრუის ისტორია აქაც არ სრულდება. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფორმულას მიერ მტკიცებულებად გასაღებულ დოკუმენტში აღწერილმა გზამ საერთოდ სხვაგან უნდა გაიაროს, რომელსაც არანაირი კავშირი, შემხებლობა და სიახლოვეც კი არ აქვს კადრებში ნაჩვენები მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიასთან. ახლა თემის კიდევ უფრო აბსურდულ მონაკვეთებზე გადავიდეთ, სადაც ყველაზე უკეთ ჩანს ოპოზიციური პროპაგანდის უსუსურობა. ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ისეთი მონდომებით ცდილობენ, რომ საკუთარ თავს მასხრადაც კი იგდებენ. ღრმად თხრილი, გარშემო მყარი ფუნდამენტის სვეტები, რამდენად რეალურია მერიაში წარდგენილი პროექტი. ახლა კი ვნახოთ უტიფარი სიცრუე, რომელსაც დამაჯერებელი ტონით ყვება ავტორი. ჯამში 600,000 კვადრატული მეტრი სარეკრეაციო სივრცე. ფორმულა ამტკიცებს, რომ 60 ჰექტარ მიწის ფართობზეა საუბარი. სინამდვილეში კი ჩვენ მიერ მერიიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ფორმულასვე ნაჩვენები ტერიტორია და პროექტი დაახლოებით 4 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს. ეს 40,000 კვადრატული მეტრია, ხოლო ფორმულა 15 ჯერ მეტ, 600,000 კვადრატულ მეტრს ასახელებს.
თუმცა სიცრუის ფორმულასგან რიცხვების გაყალბება რა გასაკვირია, როდესაც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის საჯარო ინტერვიუებსა და გამოსვლებს აყალბებენ. მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი თქვა, ან სხვა რამ კომფორტი მე არ გამაჩნია ისეთი რომ თქვა. მომერიდოს კითხვას მე ვეთანხმები, ვისაც გააჩნია რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რომ ამდენ დაფრებს ხარჯავთ. ფორმულამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გააყალბა და სრული ინტერვიუდან ის ნაწილი ამოჭრა, სადაც ბიძინა ივანიშვილი რეალურად ხეებისა და ზოგადად ბუნების სიყვარულზე საუბრობს და არა მატერიალურ სიკეთეებზე, როგორც ფორმულამ ცადა წარმოეჩინა. მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი თქვა, ან სხვა რამ კომფორტი მე არ გამაჩნია ისეთი რომ თქვა. მომერიდოს მე მაქვს ეს გადაცება, არც ერთ შემთხვევაში თავისუფლებას არ მიცევ. რომ ამით ვინმე დავაზიანო, კითხვას მე ვეთანხმები, ვისაც გააჩნია, რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რომ ამდენ დაფრებს ხარჯავთ, თქვა, ხების გადატანასა თუ დარგვასა თუ ჩამოტანას. ასე გამოიყურება ის მანიპულაციური სპექტაკლი, რასაც ფორმულა ნამდვილ ამბავს უწოდებს. თუმცა ამ ამბავში ერთადერთი სინამდვილე ისაა, რომ ოპოზიციური პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილს წლებია სიცრუის და ფაქტების დამახინჯების გარდა ვერაფერს უპირისპირებს. რას არ ეცადნენ და ბოლოს მათი პრეტენზია ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმ ფსკერამდე დავიდა, რომ შენება ცუდია თუ ამ შენების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ფორმულამ კი ფსკერზე მყოფ პროპაგანდისტებს დაბლიდან მაშინ მიუკაკუნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებების გაყალბება დაიწყო.